არც მე პერსონალურად და არც ერთმა ჩვენგანმა საბოლოოდ არ იცის რატომ სჩადის ბიძინა ივანიშვილი იმას, რასაც სჩადის და რატომ აკეთებენ გამობიძინებულები, ანუ ეს ბანდა რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. უამრავი ვერსია, ერთმანეთზე უკეთესი ვერსიები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს განუვითარებია ეს ვერსიები. განა არა. მაგალითად ვერსია იმის თაობაზე, რომელზეც მეც ხშირად ან ყველაზე უფრო ხშირად ვლაპარაკობ, რომ ესენი არიან FSB-ს აგენტები. ვინც FSB-ს აგენტი ხდება ერთხელ, ის თავს როგორც წესი, რამდენად ცნობილია, ვერც იძვრენს ან ძნელად თუ იძვრენს. ესენი მოექცნენ იმ წრესა თუ წრეწირში, საიდანაც თავდაღწევა ალბათ მართლა რთულია, ნებით მოექცნენ თუ ძალით მოაქციეს, ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუ ეს ვერსია სწორია და ალბათ სწორია, ეს მოსაზრება თუ სწორია, ისინი ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიან. რაც არ უნდა ნება სურვილი ჰქონდეთ. ნიჭიერებიც არ არიან სიმართლე გითხრათ, შემოქმედებითებიც არ არიან, რომ რაღაცა ფინტი გააკეთონ, რაღაცა დრიბლინგი გააკეთონ, რაღაცა კომბინაცია დააღრალაგონ, მიალაგონ, მოალაგონ და იქნება და დაუძვრნენ FSB-ს, რომელიც გულახდილებით თუ ვიქნებით, ყველას სწდება, ან ბევრს სწდება, ლიტვინენკოს მისწვდა სადღაც ბრიტანეთში და კობახიძესაც მოსწდება სადღაც, არ ვიცი საიდან არიან კობახიძეები. კობახიძე, წულუკიანი, სუბარი, პაპუაშვილი, მდინანაძე, წილოსანი, სხვები და სხვები, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ ყოვლისა პრობლემა, რასაკვირველი არის ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ბორინკა ივანიშვილი, რომელიც პირველი ან პირველთა შორის პირველი აგენტია რუსეთისა. აკი გითხარით, რომ ეს ვერსია საფუძვლიანია და ღმერთმა უწყის, როგორ ყავს ან რითი ყავს გამოჭერილი უშუალოდ პუტინს ან FSB-ს და პუტინს ერთად საბოლოო ჯამში ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას მათ შორის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მოკლედ მოსკოვს თუ რუსეთს ბიძინა ივანიშვილი, რომელი ყურით და რა მიზეზებით ყავს გამოჭერილი, ღმერთმა უწყის. არც არასოდეს გვეცოდინება მეთქი, ასე ვიტყვი, თუ არ ჩავძვრებით რომელიღაც ეტაპზე ლუბიანკის არქივებში და იმ ტომეულებს არ წავიკითხავთ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილზე უთუოდ არსებობს და მე ჭვი მაქვს, რომ ვერც ვერასოდეს ვერ ჩავძვრებით, თუ მოსკოვს დანგრევა უწერია, ის ბიბლიოთეკაც თუ ის არქივიც დაიწვება დანგრეულ მოსკოვთან ერთად. აქედან გამომდინარე, გაივლის კიდევ მრავალი წელი და ბიძინა აღარ იქნება ცოცხალი, მაგრამ აი ისტორიის სახელმძღვანელოებში ზუსტად არ გვეცოდინება, ვერ ჩაიწერება, რა იყო მისი ყურებით გამოჭერის მიზეზი თუ საფუძველი. ამიტომ ეს საიდუმლო თუ სწორე სიტყვა აღყვება ბიძინა ივანიშვილს, სადაც ისწავა და როცა ისწავა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ასაკვირველია ჩვენ მტკიცებით ფორმაში უნდა ვამტკიცოთ, უნდა ვთქვათ, გავიმეოროთ, რომ ბიძინა სწორედაც რომ აგენტია. აბა რა არის? აბა სხვა ლოგიკური, კვლავ ვიმეორებ, ლოგიკური ახსნა იმისა, რასაც ის სჩადის, რასაც ის უკეთებს მის სიმშობლების ან მისი შვილების ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას, ამ საზოგადოებას, ამ თავისუფლების მოყვარე ხალხს, სხვა ლოგიკური ახსნა უბრალოდ არ არსებობს, ხო, კიდევ არსებობს, რა თქმა უნდა, ახსნა, რომ ის რაღაც შამანების ნაყენებით არის გაჭყეპილი, მაგრამ სერიოზულად მოდი მაინც ამ თემაზე ან ნაკლები ვილაპარაკოთ. მესამე მიზეზიც ვთქვათ, ხო, მესამე მიზეზი ამ კობახიძეებისა და პაპუაშვილებისა არის ის, რომ ისინი ქსუვდებიან. მათ თავისუფალ კონკურენციაში ყოფნა ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელთან, კვლავ ვიმეორებ, არ შეუძლიათ და ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ, ამათმა უნდა გაატარონ რეპრესიები ოპოზიციის, კვლავ ვიმეორებ, ნებისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ თუ მიმართ. და გარდა ამისა უნდა ჰქონდეთ ბევრი სახელმწიფო რესურსი, დიდი სახელმწიფო რესურსი, ბევრი ფული მეთქი, ასე ვიტყვი, რომ კონკურენციაში, მათთან კონკურენციაში, ბჭყალებში
კონკურენციაში მათთან ვერც ვერავინ ვერ შევიდეს, ანუ უნდა იყოს არა დისკუსია, არამედ ძალმომრეობა, რასაც პრინციპში აკეთებენ კიდეც. აი, მაგალითად, ერთ-ერთი თვალსაჩინოება, ბოლო ხო უამრავი რამ მოხდა, ვინ არ დაიჭირეს, პოლიტიკოსიც დაიჭირეს, ჟურნალისტიც, პოეტიც, აქტივისტიც, ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც და ყველა, მაგრამ ერთ-ერთი თვალსაჩინოება, რაც ოქრუაშვილს გადახდა, რა პროცესშიც არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ისიც რომ დაჭერილია, ისიც დაჭერილია ამ ბანდიტიკო წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გამო არ ვაკებ თողოთ მე ირაკლი ოქრუაშვილს არც ერთ შემთხვევაში და არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მეორე მხრივ ვაკებ როგორ არა და გეტყვით რატო ვაკებ და როგორ ვაკებ ირაკლი ოქრუაშვილსაც კი. მოგეთ დაჭერილია ირაკლი ოქრუაშვილი, მას წაყენებული აქვს ბრალი, მაღალი ალბათობით 7-8-იან პატიმრობას მიუსჯიან და ახლა უცებ პროკურატურამ გამოვაგდო ახალი ამბავი, რომ 2 წლის წინ მას გორში, სადღაც საიდანაც არის ის, მის კერძო სახლში, მოსვლია კერძო სახლში თუ უბანში, მოსვლია რაღაც ინციდენტი მეზობელთან. ის მეზობელი რატომღაც მიმალულ-ჩამალული იყო ამ 2 წლის განმავლობაში, 2 წლის თავზე როცა ოქრუაშვილი დაიჭირეს, რატომღაც გამოჩნდა, გაახსენდა, რომ ოქრუაშვილმა მიჩაგრა, თუ მაინც და მაინც მიჩაგრა, თუ ეს სიმართლეა, პროკურატურამ ოხეს დამჩაგრავი ირაკლი ოქრუაშვილიო ამოიღო ეს საქმეც და იმ 7-8-იან პატიმრობას შეკრებითობით ალბათ, ხო, სხვა რამესაც, სხვა მუხცას მიუმატებს და კიდევ 2-3 წლით გამოკეტავს, ანუ ჯამში ექნება, ჯამში მიუსჯიან ირაკლი ოქრუაშვილს, ვთქვათ 3 წელსა და 8 თვეს, ან 4 წელსა და 2 თვეს, რა მნიშვნელობა აქვს. მეორე ამბავიც არის, პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე დაპატიმრებული ჰყავს, ოქრუაშვილის არ იყოს, ბანდიტი ივანიშვილის, ბანდიტი წულუკიანის, ბანდიტი კომისიის, ბანდიტი პროკურატურის ბრალდებით, ბანდიტურ სასამართლოს, ასე მაგალითად ნიკა გვარამია. მათ ეუბნებიან, რომ გამოცხადდით კომისიაზეო. ეხლა კომისიაზე ბუნებრივია ვერ მივლენ, იმიტომ რომ ის პარლამენტის დარბაზში, კი არა, პარლამენტის შენობაში იმართება წულუკიანი ბანდიტკას ეს ხდომები და როგორ გამოცხადდეთო, ესენი კითხულობენ საპატიმროდან და მოვლენ და ჩაქთავენ და თუ არ სიტყვით კიდე ახალ ბრალდებას, იგივე ბრალდებას, იგივე ბრალს, ხო? წაგიყენებთ. ეხლა ივანიშვილი ამით ადასტურებს ერთს და მთავარს, მე ასე ვიტყვი, ასე შევაფასებ, რომ მას საკუდად არ მიაჩნია დედამიწა ქალამდე და ყველაფერზე მიდის, მათ შორის უკვე დაპატიმრებულების წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი სერიოზული მარწუხების მოჭერაზეც კი. რატომ? ივანიშვილი რატომ აკეთებს ამას? ივანიშვილი ღმერთმა უწყის. რა თქმა უნდა, ვერსია, მოსაზრება ამგვარი, რომ მას შეკვეთა აქვს მოსკოვიდან, სწორი ვერსიაა, მაგრამ მეორე მხრივ ხანდახანო დავფიქრდები ხოლმე ეს ვინმე ინსტრუქტორი, მრჩეველი თუ ინსტრუქტორი, ვისაც საქართველოს აბარეა FSB-ში თუ კრემლში, არ ამგონია რომ ეუბნებოდეს ივანიშვილს, რომ მიდი ახლა მეორეჯერ წაუყენე ბრალი გვარამიასო. მოდი ახლა დაიჭირე რომელიმე აქტივისტიო. მოდი არ გაუშვა არამც და არამც ბზია ამაღლობელიო. მოდი ზვიადრატიანი აიყვანეო. ასე უბოდიშებს ხადია ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ასე არ წვრილმანდებიან ივანოვები და სიდოროვები და პეტროვები და სიდოროვები. ამიტომ ინსტრუქცია ზოგადი დაახლოებით არის ასეთი: შექმენი მაქსიმალურად რეპრესიული მდგომარეობა, რეპრესიული ფონი და არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოგვაწეს დასავლეთი, ქართული საზოგადოება, სამართლებრივი თვალსაზრისით დაგისაბუთონ ადვოკატებმა, რომ სისულელეს ჩადიხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბზარიც კი არ შეგეპაროს არც შენ ხმაში, არც გამოდის საჯაროდ და არც შენს ბანდიტებს, რომლებიც იქ ყავს, ანუ ამ ქართულ რუსულ ოცნებას. და უკლებლივ ყველა უნდა იყოს დატრენინგებული, მოკოქილი ისე, რომ ეტყობოდეს, რომ აი უდრეკია და არც დათმობს და არც არასოდეს დათმობს, ძალაუფლებასაც არ დათმობს და ქართულ საზოგადოებას ხომ არ დაუთმობს და არ დაუთმობს. თავად მოსკოვს ძალიან ეძვირფასება საქართველოს, როგორც ქვეყანა, ესეთი ვერსიაც არსებობს, რომ უმალ უკრაინას, აი სლავურ უკრაინას, საერთო ერთი ხალხი ვართო რო ამბობს, იმ უკრაინას გასწირავს და აი ლერმონტოვის თუ გრიბოედოვის საყვარელ საქართველოს კი არა, ჟემჩუჟინა საქართველოს კი არა, ხო? რომელიც ეგულება ტერიტორიად, მონიშნულ ტერიტორიად,
კეიფისა და ღრეობის, ელარჯის წელვისა და ღვინის სმის გრუზინსკაიზისგან ვინოს სმის ტერიტორიად, სადაც ქართველები მომსახურებად მომსახურე პერსონალად უნდა დაუდგნენ და უნდა უმღერონ თბილისო მზის და ვარდების ქალაქო. ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა სამწუხარო ამბავი მაინც, რომ მე არ მგონია რომ ეს დიდხანს გაიწელება საბოლოო ჯამში, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ეს ყველაფერი მიღებული იქნებოდა მაისში, ივნისში იწურება უკვე. ივლისის შუა რიცხვები არის, ისინი მაინც შვებულებაში მიდიან, გულისხმობ სენატორებს. აგვისტოში შვებულებაში იქნებიან, შესაბამისად სექტემბერში იქნება მიღებული, ოქტომბერში მაქსიმუმ. მოკლედ მოლოდინი იმისა, რომ მეგობარი აქ სენატიც მიიღებდა და მერე ტრამპი მოაწერდა ხელს, გქონდა და აი გაიწელა პროცესი. ეს არის სამწუხარო ამბავი. ხო და არა და ამდენი დრო არა გვაქვს ჩვენ, ფაქტია, კონგრესმენი ვილსონი კი ტვიტზე აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს მიღებული ეს მეგობარი აქტი სენატის დონეზეც, მაგრამ კონგრესმენი ვილსონის ხმა, როგორც ჩანს, მაინც ვერ შეისმინეს სენატორებმა, ისინი სხვა ამბებზე არიან გადართულები, ვაპატიოთ კი არა, გავუგოთ მათ. როცა იქნება ეს მეგობარი აქტი სენატში დამტკიცდება მეთქი და ტრამპიც და ასვამს საკუთარ ფაქსიმილეს ხელს მოაწერს და კანონად იქცევა. მაგრამ ჩვენ გვაქვს თუ არა ამდენი დრო, ეს სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი. ამერიკელები არ გადაგვაგდებენ, ოღონდ იმისთვის, რომ უტრირებულად ვიტყვი, სენატორები დაბრუნდნენ შვებულებიდან, ასე არ მოხდება, მაგრამ ვუტრირებ და ივლისშივე მიიღონ, აგვისტოშივე მიიღონ სწრაფად ეს მეგობარი აქტი და ბიზინა ივანიშვილს მიუთითონ მისი კუთვნილი ადგილი, რასაც ვერ შეისმენს მეთქი ამასაც ვიტყვი, მაგრამ იმათმა კი მიუთითონ ვაშინგტონიდან და ბრიუსელმა კიდე დამატებით ან ევროპულმა სახელმწიფოებმა ცალ-ცალკე დამატებით კიდე უფრო მძიმე ივანიშვილისთვის მძიმე სანქციები მიიღონ და მოკლედ შევიდეთ ამ დაპირისპირებაში უკვე გადამწყვეტში. გარდაულა აუცილებელია ჩემიც არ გამიგოთ ისე რომ რაღაც მეორე ან მესამე პირში ვლაპარაკობდეთ, ჩვენი ყველასი პირველ პირში აქტიურობა და მძიმე აქტიურობა. აი შეგნებულად ვახსენებ ამ სიტყვას. ეხლა უკვე მართლა აღარ არის დრო ჯერ ერთი კინკლაობისა და ურთიერთკბენებისა, ვეთანხმები გიორგი ვაშაძეს საპატიმროში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე თქვა მან ეს და ასევე გუშინდელ ეთერშიც ისაუბრა ჩემს კოლეგებთან ეს რაკურსები წამოსწია წინ ამ პრობლემისა და მეორე კიდევ კინკლაობის დრო არ არის, მაგრამ გარდა ამისა კარგად უნდა გავიგოთ და მე საკუთარ თავსაც ვეუბნები ამას. მე არაერთხელ გამიკრიტიკებია ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის იმაზე, რომ გეგმა არა აქვთ და ეს მithქვამს. ბევრჯერ, მაგრამ ახლა შვიდეულია, მე უკვე მეტი იქნება პოლიტპატიმარი პოლიტიკოსთა შორის და უკლებრივ ყველა კრიტიკას მე მათ მიმართ და ყველას მიმართ მე კრიტიკულ ჩემს შენიშვნებს ვხსნი დღის წესრიგიდან და არ მაინტერესებს თითოეული მათგანი იმის გამო, რომ არ გატყდა და არ წავიდა არანაირ პრაქტიკულად თანამშრომლობაზე, ჩემთვის არის ერთი მეორეზე უკეთესები არიან. გაგიკვირდებათ, დიახ, მე ვაქებ ყველაზე უფრო არასაქებარსაც კი, ვინც იყო იმ შვიდეულიდან არასაქებარი რამდენიმე ხნის წინ, არ ვიცი, ამ მნიშვნელობა აქვს ვის დავასახელებ, ანუ რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე რომ არ მიიღოს, მოკლედ ყველა იყო ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ ახლა ყველა არის ჩემთვის მისაღები, მე ვუწვდი მათ ხელს. ჩემი ხელის გაწვდენა არაფერს არ ნიშნავს, ეხა ერთი ჟურნალისტი ხელს გამოგიწვით თუ არა და ჩამოვართვებს თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ამით მე საზოგადოებას ვუგზავნი გზავნილს, მესიჯს ეგრეთ წოდებულს, რომ ხალხო, რა დროს ის შეცდომებია, რომლებიც მათ უთუოდ ჰქონდათ დაშვებული წარსულში, როცა ესენი იქცნენ ამ რეჟიმის წუსაღებ ტყვეებად და პატივისცემას იმსახურებენ იმის გამო, რომ ღიმილ-ღიმილით ჩაჯდნენ, ჩასხდნენ საპატიმროში და გვაჩვენეს, რომ გეგმა შესაძლო არ აქვთ, რაღაცა შეიძლება ცდებოდნენ ადრე თუ, მაგრამ დღეს და ახლა ისინი უდრეკობის თვალსაჩინოებები არიან, ამიტომ უკლებრივ ყველას მე ვუდასტურებ პატივისცემას. და არა მხოლოდ მათ, ვინც ახლა საპატიმროში, არამედ მათაც, ვინც გარეთ დარჩა. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკური სპექტრი, ამაზე უკეთესი და ოტო ფონ ბისმარკებით გაჯერებული
პოლიტიკური სპექტრი ჩვენ არ გვყავს, ეს არის რაც არის და სწორედ მათ უნდა გამოუცხადოს ნდობა, ამიტომ ეს აქციები, რომლებიც უთუოდ დაიწყება და განახლდება და გაძლიერდება, მე იმედი მაქვს, ამ აქციებმა უნდა შეიწოვოს პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებს უნდა ვანდოთ პოლიტიკური პროცესის წარმართვა და სულ უფრო მეტად მიშლიან ნერვებს ის პოლიტიკოსები ან ის სპიკერები, რომლებიც მეორე ხარისხოვან საკითხებზე და ურთიერთკინკლაობაზე გაამახვილებენ, კი არა ამახვილებენ ყურადღებას და გადააქვთ აქცენტები იმგვარ საკითხებზე, რომლებიც ახლა აქტუალური არ არის ან არ უნდა იყოს. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ არ ვკარგავთ მარტო ან ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ჩვენ რეალურად ვკარგავთ სახელმწიფოს როგორც ასეც, ესე მიღწეულს ძლივს რომ მივახციეთ იმ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოს მივახციეთ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. და ამას ვკარგავთ, ამას გვაკარგინებს ერთის მხრივ რუსეთი, მაგრამ რუსეთი შორს არის და რუსეთს ვერ მისწვდები და ვერ გააგორებ პუტინს ან რომელიმე მის რუსეთის რომელიმე ლიდერს და რუსეთის აქაური წარმომადგენლობა ფილიალი ბიზინა ივანიშვილი, რომლის გაგორებაზე მე სულაც არ გადამაქვს აქცენტი და არც არავის ვეუბნები პირდაპირ თუ ირიბათ, მაგრამ მისი განეიტრალება კი გარდაულად აუცილებელია. ოღონდ ამბავიც ის არის, რომ მისი განეიტრალება არ გამოვა სამწუხაროდ მისთვის ხელის, საობიექტურად მისთვის ხელის გაწვდენით. ის არ არის ადეკვატური მოთამაშე, ის არ არის მოთამაშე, რომელიც რომც გამოგიწოდოს ხელი, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ დაუშვათ, რომ გამოგიწოდა ხელი და შეგითანხმდა გარკვეულ საკითხებზე, უთუოდ გადაგვაგდებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ კიდალაა პირდაპირი მნიშვნელობით. ამ კიდალობაზე გამახსენდა რადგანაც ერთი ჩემი ახლობელი, მეგობარი, მაკაცი მეთქი ასე ვიტყვი, რომელიც არა ოცნების მომხრე არ ყოფილა არასოდეს, უბრალოდ არასოდეს არა იყო ერთი ხანობა და დღეს შევეხმიანე და ვესაუბრე, მითხრა რომ ირაკლიო გთხოვო, რაღაცა კარგი ამბავი მითხარიო, ნუ უგასწრებად ტერმინისთვის, ნუ მგრუზაო, არ დამგრუზო ეხლა. არაფერი მეთქი რა, საქმე რა მაქვს, კარგი მეთქი საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც ეხლა თავი ასწიე და ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, ის აღარ არის ოცნების მომხრე, ამას ხაზგასმით ვამბობ, ამის თქმა დამავიწყდა. და ბოლოს მეუბნება, რომ ისე გამაგიჟესო პროამერიკელია, ამას ძალიან ხაზგასმით ვამბობ, ის ინტენსიურ ურთიერთობაში ბოლო დრომდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ღმერთმა უწყის რამდენჯერ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დამყოფი და არც თუ მეორე ხარისხოვან კაბინეტებში სახელმწიფო დეპარტამენტში შესული. ამას ხაზგასმით ვამბობ. ისე გამაგიჟესო მეუბნება ეს კაცი, რომ ლამისარი მე გავიდე და დავდგე თინა ბოკუჩავასთან ერთად. თინა ბოკუჩავას თინასთან ბოდიში, მაგრამ არ უყვარს, არ ბოსწონს, ვერ იტანს წყალებში. ხო, თინა ბოკუ ნაციონალურ მოძრაობას, თინა ბოკუჩავაზე კი არის კონკრეტულად გადაკიდებული ასე, მაგრამ ლევან ხაბეიშვილს ამნიშნულობა, გიორგი ბარამიძეს, მაგალითად, ხო? მართლა ეგეთი იცნობს გიორგი ბარამიძეს, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იცნობს თუ არ იცნობს, ხო? ვერ იტანს, ანუ არც ერთ არასოდეს არ ეთანხმებოდა. რამ გაგაგიჟებთ კი ხა ბარამიძე არ მიხსენებია, მაგრამ თინა ბოკუჩავასთან როგორ დადგემეთ კი მეც კაი პროვოკატორი ვარ. ესე ჩაუგდე ანკესი. ბიჭო, ისეთ რაღაცეებს ჩადიანო ესენიო, ბიზინა ივანიშვილი და სხვებიო, რომ უკვე ფეხებზე მკიდიაო, ყველაფერიო. მართლა ფეხებზე და იქიდა როგორც ჩანს. მე არ ვიცი ხა ხვალზე გაქციები რომ იქნება თუ არა ქაშვეთთან თუ პირველ სკოლასთან შესაძლოა არც, მაგრამ მისი ამ წუთიერი განწყობა არის ამგვარი, მან ხელი ჩაიქნია ბიზინა ივანიშვილზე ჩანს საბოლოოდ. ხო და ამბავიც ეს არის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გულაყრილია ბიზინა ივანიშვილზე და ამ რეჟიმზე და ამას გამოყენება უნდა, ამას უნდა ოსტატურად პოლიტიკის წარმოება და ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან, ან გარეთ არიან, ყველა პარტიას გულისხმობ, არ გეგონოთ რომელიმის გამოვარჩევ და არ გულისხმობ. ჩემი გულისწყრობა ყველაზე მაქვს პრაქტიკულად, მაგრამ უკლებლივ ყველა ვუდასტურებ მე პატივისცემას, მაგრები ხართ მეთქი ასე გეტყვით. აი მე თქვენი ხშირი კრიტიკოსი, არც თუ შორეულ წარსულში გეუბნებით, რომ მაგრები ვართ ყველანი და მაგრები ხართ თქვენ და ახლა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამბობდა, რომ აღარ გვინდა ეს პოლიტიკოსები, ახალი ძალა და რა ახალი ძალა ხალხოს სახელმწიფოს
რომ ახალი ძალის შექმნის დრო არის შეიქმნა ახალი ძალა და მიეცით ხმა ლევან ცუცქირიძეს არაჩვეულებრივ კაცს არსებობს ძველი ძალა და მიეცით ნაციონალურ მოძრაობას მიეცით გახარიას ხმა როცა არჩევნები ჩატარდება ოღონდ დაუჭირეთ მხარი ელოს ძლიერ საქართველოს გახარიას პარტიას ახალს დროას ლეიბორისტებს ფედერალისტებს ვისაც გინდათ მიეცით ხმა ან ვისაც გინდათ დაუჭირეთ მხარი ოღონდ იყვნენ დარწმუნდით რომ ისინი არიან შეუდრეკელნი და ვინც ჩამოვასახელე პრაქტიკულად ყველა ეხლა რომ გადავავლე თვალი ყველა შეუდრეკელი ჩანს გახარიაც კი რომლის მიმართაც მე სიმპათიას არ ვაფიქსირებ რასაკვირველია მაგრამ თუ ის სწორ პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს რატომაც არა მასაც გავუწვდი ხელს მეთქი ასე ვიტყვი ხო და ჩვენი გაერთიანება პოლიტიკოსებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ უკლებრივ ყველას გაერთიანებაში მაინც და მაინც ერთ მაგიდასთან ან ერთ პარტიაში შესვლა შეხრას ერთ კოალიციაში არ გულისხმობ სულისკვეთება უნდა იყოს ჩვენი ერთნაირი ან ერთობის სულისკვეთება უნდა გქონდეს ამას ვამბობ ცუც და იმაზე ცუც უარეს და იმაზე უარეს კარგს მაღალს ლამას ჭკვიანს თუ უჭკუოს შეუხედავს თუ შესახეთს თუ რა ვიცი გონიერს თუ არაგონიერს ყველას და ეს სულისკვეთება მოიტანს უცნაურ რამეს სიტყვას ვიტყვი ახლა არჩევნები არ ამგონია რომ ამათან ერთად არჩევნების ჩატარება ღირდეს ამ აზრისა ვარ კვლავაც იმიტომ რომ ესენი არჩევნებში მოგვატყუებ გადაგვაგდ რუსები საერთოდ მატყუარები არიან რუსებთან ერთად ჩაატარო არჩევნები ისე რომ წინასწარ არ ქონდეს გარანტია რომ რუსები წაეთრევიან მე მგონი რომ უაზრობაა გინდა ადგილობრივი და არ ქვით გინდა საპარლამენტო და გინდა საკონტინენტთან შორისო არჩევნები ამიტომ თუ არჩევნები დაინიშნება ესენი არჩევნების დღემდე უნდა ჩაიკლან და აი აქ ისევ ჩაიკლან ჭყალებში მაინც და მაინც იდავებთ და თუ გნებავთ იდავეთ პროკურატურაში ხო ჩაიკლან არა პირდაპირ ანუ ჭყალებში და აქ გამოვიყენებ კიდევ ერთ ტერმინს ან უფლებების თაობაზე ტერმინს შემოვიდან ეს არის ჯანყის უფლება ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით მოპოვებული მონიჭებული ჯანყის უფლება აი კანტი მაგალითად ამ ბევრი თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით კანტი ერთს ამბობს ლოკი მეორეს ამბობს ხო მაგალითად კანტი ამბობს რომ თუ მცირე ნაწილი საზოგადოებისა გამოიყენებს ამ ჯანყის უფლებას ისე რომ სხვას არ დაეკითხებაო ეს უფლება არ უნდა იყოს რეალიზებული აქედან გამომდინარე ჯანყის უფლება არც აგაქვთ მაგრამ ლოკი თუ არ მეშლება რაც მახსოვს ამბობს რომ რეალურად ჯანყის უფლება აქვს თუნდაც მცირე ნაწილს საზოგადოებისა იმიტომ რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული არის ის ვის წინააღმდეგაც შენ აჯანყების უფლებას იყენებ თუ და ეს ასეც არის თუ კანონო არის ეს ხელისუფლება შესაბამისად მან ჩვენ კი არ ვარღვევთ კანონს მის წინააღმდეგ ჯანყის უფლების გამოყენებით არამედ მან დაარღვია კანონი და ჩვენ ქვეყანას ვაბრუნებთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში სამართლებრივ სივრცეში ეხლა მე აქ ფილოსოფოსთა შეჭიდებაზე კი არ გესაუბრებით ვინ რას როგორ რატომ და ასე შემდეგ ამბობდა ცხადია შეგიძლიათ გაიზიაროთ კანტის თეორიან და აეყბოთ ლოკის თეორიას პრობლემა არ არის აქ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არც თარიღი არ უნდა დავკიდოთ მოდი ეხლა რაღაც 17 სექტემბერს დავამთავროთ ესენი არც გამოვა არც რესურსი გვაქვს ამის მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ ჯანყის რეჟიმში ეს მინდა ვთქვა და ჯანყის რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში რევოლუციური ჯანყის რეჟიმში არა სისხლიანი რევოლუციური ჯანყის რეჟიმში მშვიდობიანი ხავერდოვანი ჯანყის რევოლუციის რეჟიმში უნდა გადავიდეს ყველა წინააღმდეგ შემთხვევაში დანო და ძმანო ასე ვიტყვი პოლიტიკოსებო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო ჩვეულებრივო ყველა ჩვეულებრივები ვართ მაგრამ მაინც ჩვენ დაგვენძრა ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე სახელმწიფო აღარ გვექნება. ბიზინა თუ ამ პროცესში გაიმარჯვებს, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება. რაც ნიშნავს იმას ეხლა ნუ არ ჩავამასახელებინებთ ალბათ ერთის რო არ გადავაჭარბო 100 ჯერ მithქვამს და რო გადავაჭარბო 5000 ჯერ. დას გამოიწვევს და რა შედეგებამდე მივალთ შედეგად, ხო, ამ პროცესის შემდეგ. დასასრულ. არც ერთი არ გადავრჩებით ეგრე მაგის პასუხია. ყველა ერთმანეთის გვერდ საგნებში აღვევჩდებით რომელიღაც ეტაპზე. ვინც დავრჩებით და ვინც გაასწრებს, ხო იბად გაუმარჯოთ საღოლმაღად კიდე რა. საღოლმაღად კონს უარყოფთ არ ვამბობ, მართლა მარიფათი ქონიათ და ჭკუა უხმარიათ ამ კუთხით თუ მეორე კუთხით რომ შეხედავ. პოლიტიკოსებს უდასტურებ პატივისცემას, რუსეთს რა უნდა და ჩვენი განადგურება უნდა, დასავლეთი მოგვეხმარება მაშინ, როდესაც ჩვენ უფრო აქტიურნი ვიქნებით.
და ეს მეგობარი აქტი სხვა შორის ვერ მოახერხებს ამას, ამის ილუზიაც არ გქონდეს. მეგობარი აქტი არის ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი კომპონენტი. და ბარემ კი გაგზელდა, მაგრამ მაინც ნახეთ ირანი რატომ უნდა ვახსენო ახლა. დასრულდა 12 დღიანი ომი. შხარეებმა მოილაპარაკეს, ტრამპმა ორივეს გადაუხადა მადლობა, შეაქო ისრაელი, შეაქო ირანი, დავამთავრეო ყველაფერიო, ახლა საჩვენებლად ისრიანო 1-2-სო ისინიო და ამიტომ მოყომარდაო ყველაფერიო, გავიგეთ დავიშალეთ. შეერთებული შტატებისთვის უმთავრესი არის უსაფრთხოება, როგორც ჩანს დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, დემოკრატიის გადავრცელება მთელ მსოფლიოში მისი პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი არ არის. ცხადია, ამ ყველაფერს მივესალმეთ, ხო, იმას, რომ ბირთვული პროგრამა განადგურებულია ირანისა, ის რომ აიათოლების რეჟიმს წონი დავარდნილი აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ გავხედეთ, სულ რამდენიმე მხარე აქვს ამას, გავხედეთ ამ ირანს კი არა შეერთებულ შტატებს, მე პირადად ჩემს გრძნობებს, ჩემს დამოკიდებულებას გეტყვით და გავბრაზდი. გავბრაზდი და ვთქვი, რომ ის რა არის, ეხლა კი ჩაკლა ეს ბირთვული პროგრამა, მაგრამ ესენი თუ დარჩნენ ფაქტია, ხო, ირანის დღევანდელი ხელისუფლება 15 წელიწადში ესენი ან მათი მემკვიდრეები დაიწყებენ ხელახლა და ისევ ახალი პრობლემა გაიჩითება, ისევ ახალი პრობლემა შეიქმნება ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაარტყავენ ირანს, ისევ მოვაწყობენ ახალ 7 ოქტომბერს, ისევ იზრუნებენ თუ იფიქრებენ იმაზე, რომ ისრაელის სახელმწიფო აღარ არსებობს და რატომ მოახდინა პრობლემების ექსპორტი ტრამპმა, როცა ახლავე შეეძლო დასრულება ირანის აიათოლების რეჟიმისა, მეთქი ეს წამეფიქრა და გავჯავდი. ეს არის მეორე მხარე, ანუ პირველ თვალსაჩინო, პირველი რაკურსით რო შევხედე, შევაქე ტრამპის ადმინისტრაცია აღფრთოვანდი კიდე 12 დღეში, მართლა ნახეთ რამდენი ხნიანი პრობლემა 12 დღეში. 2 დღეში თვითონ 2 დღეში დაამთავრა. ნუ საბოლოო ჯამში 12 დღე გაგრძელდა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ გავბრაზდი, რომ უნდა დამთავრებულიყო და როგორღაც უნდა დემოკრატიულ რელსებზე უნდა შეეყინებინათ ირანი მეთქი. მით უმეტეს საზოგადოება მზად არის მეთქი ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ასეც არის. მაგრამ მე არსებობს მესამე კუთხეც, აი სამკუთხედია ჩავთვალოთ. ხო, მესამე ფერდიც. ტოლგვერდა სამკუთხედია. ხო და ამ მესამე გვერდის თანახმად გარე ინტერვენციით რატომ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, რომელიმე ქვეყანაში, მათ შორის ირანში. გავიგე, რომ ირანის აიათოლების რეჟიმის ხელისუფლება დიქტატურას ამყარებდა, საშინელი სახელმწიფოა ირანი, რომელშიც ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა, ჩვენზე ბევრად მეტად სხვათა შორის აქვე ვიტყვი. მაგრამ აი გარე ინტერვენციით რატომ უნდა შეიცვალოს? ხალხს თუ უნდა შეცვალოს რა. და თუ ეს უნივერსალური მიდგომაა, მაშინ იგივე გადავრცელდეს უნდა ჩრდილოეთ კორეაზე, მესმის რომ გამოპროტუნდა ჩრდილოეთ კორეელთა 97%, მაგრამ ნუ რა 3% მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში დაეკისრებოდა. და ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა. გარე ინტერვენციით არაფერი არ შეიცვლება, ინტერვენციით ფიზიკურ ინტერვენციას გულისხმობ, ან ვერბალურ ინტერვენციას და მუდმივად იმის შეხსენებას ჩვენთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ დემოკრატიული სახელმწიფო. გავიგეთ. თუ ჩვენ არ გავაკეთეთ, არ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯები, დასავლეთი ვერ მოგვეხმარება. ამიტომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ესენი რომ ეყრდნობიან ყალბად დოდიში ილია ჭავჭავაძეს. ხო, ახლა ამ თეზას მე მოვატრიალებ მათ საწინააღმდეგოდ და მართლაც ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი თავი გვეყუდნის ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი საზოგადოების ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ შერჩათ რუსებს, განწმუნებთ რომ 2 წელიწადში ქვეყანა აღარ იქნება. ახლა რა არის ჯერ, მაგრამ 2 წელიწადში აღარ იქნება. ამიტომ ვუბრუნდები მთავარ სიტყვას, ჩვენ გვაქვს არა თარიღის დაკიდების, არამედ ჯანყის რეჟიმში ყოფნის უფლება. ჩვენ უნდა ავჯანყდეთ, იმიტომ რომ ჩვენს წინ თუ ამას ვაცნობიერებთ, არიან არა ქართველები, ქართულგვარიანი ქართველები, არამედ ქართულგვარიანი ოკუპანტი რუსები. და რუსებს სახელმწიფოს ვინც გვიუქმებს, თუნდაც ქართულგვარიანებს, რასაკვირველი ეკუთვნით ერთი ალიყური შვიდობიანი რევოლუციის სახით. ნახვამდის.